ეტლი მოიტანა 10,000 ლარის 18% გადაიხადა მომაკ ჩუქნი და მერე თურმე მე უნდა გადავიხადო კიდევ თლიანად მოგების გადასახადი არა ამ 10,000 ლარის წარმოიდგინეთ თქვენ 18%. მე ამას ვერ წარმოვიდგენდი, არ დაუჯერე ჩემს ბუღალტრებს და ჩემს ამეგობროსში, ვისაც ვიცნობ აუდიტებს, 2-3 აუდიტს გადაუგზავნე ეს მასალა. ესეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ადამიანი, რომელიც არის კალიასკით გადაადგილდება და მას გააჩნია პრობლემები, ვერც კი გავამბაჟებთ, მაგრამ თუ მთლიანი ღირებულების 18% იქნება გადასახდელი, ამას ვერ წარმოვიდგენთ. აქ ამ წუთას ამაზე არაა საუბარი, ამ 4 წელზე. აქ საუბარია გუშინ წინ, იმის წინ, რაც გავაკეთეთ და მომავალში რასაც გავაკეთებთ. აი მსგავსი რაღაცა თქვათ. ერთი ქალბატონი არის რაიონიდან, ახლა სახელს არ დავასახელებ და ძალიან დიდი სურვილია აქვს, რომ რამენაირად შვილი, ძალიან კარგი შვილი ყავს და უნდა რომ რამენაირად სწავლის ფული გადაუხადოთ. და მეუნება ჩემი ბუღალტერი, მეუნება აუდიტის სამსახური, რომ რა თანხასაც გადაუხდი, მისი 18% უნდა გადავიხადო მთლიანობაში. აი სიტყვაზე თქვათ, აი ეს შემოვიტანე, გავამბაჟე, ზუსტად რო იყოს გასაგები, გავამბაჟე, მომაკ, ჩუქნი, ვისაც ჩუქნის საბუთი აქვს, ეს არის აქ პრობლემა. ვისაც ჩუქნი ამას საბუთი აქვს, რომ ეს არის ეტლი და აი ამას ჭირდება და იმას აქვს, რომ ის ავად არის და ამის დამადასტურებელი საბუთი და არა, მეუნება უნდა გადაიხადონ თლიანად მოგების გადასახადი არა, თლიანად თვით ღირებულების 18%. გინდა ოპერაცია დავაფინანსოთ ბიზნესმენებმა ჩვენ და გინდა ნებისმიერი ნივთი ვაჩუქოთ. მე ესეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ნებისმიერი სხვა